ეგრეთწოდებული საბოტაჟის მცდელობის საქმეზე სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი გამოიკითხა. ლევან ნატროშვილი პროკურატურას მოწმის სახით ყავდა დაბარებული. პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით კი ისფედმა აქციების დაწყებიდან მეორე დღეს დამცავის საშუალებები შეიძინა, რაც კითხვებს აჩენს. საქმე ეხება საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის ტრულ საქმიანობაში დახმარების და ეროვნული შიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. დაყადაღებულია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის საბანკო ანგარიშები. ეს გამოძიება მთლიანად არის აბსურდული, სრულიად დაუსაბუთებელი არის ის განცხადება, რომელიც გაავრცელა პროკურატურამ, გაუგებარეს არის რას იძიებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია, არანაირი ძალადობრივი ქმედებისთვის არავისთვის არ მოგვიწოდებია, არანაირი აქცია არ დაგვიორგანიზებია, რომელიც რაღაც კონკრეტულ კანონდარღვევას ეხება და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი იმისთვის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები აღარ იყოს უბრალოდ საქართველოში. არა, თქვენ აქციაზე რისთვის მიდიხართ? საპროტესტოდ თუ პოლიციასთან საჭიდაოდ? საპროტესტოდ. აბა მაშინ როგორ რა საერთო გაქვს? არა, როგორ არა? უყურეთ, როდესაც არის მოწოდება, ხო, მოწოდება, როდესაც არის და თქვენ პოლიციას დაიმორჩილებით, რობოკოპს თქვენთან რა უნდა, საერთოდ არ მოახლოს.